მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას დასანქცირებული და ამით ამაყი ტელევიზია, პატარა ტელევიზია იწყებს დიდ გადაცემას ირაკლი ქადაგიშვილი, ჩვენ მეგობარი პარლამენტის წევრი, მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მე არ ვიტყვი ამ სიტყვას უცხადებ სოლიდარობას და ასე შემდეგ. მე ვიტყვი, რომ მე ვარ მებრძოლ ტელევიზიაში, რომელიც თავის სარედაქციო პოლიტიკას ახორციელებს და მომავალშიც გაახორციელებს. ხო, აქ ორი საკითხი გვაქვს განსახილავ. ერთი, როგორი სანქცია, როგორ დაგვადო, ვინ დაგვადო და ასე შემდეგ. და მეორე არის აქ უსამშობლოების რეაქცია. დავიწყოთ პირველით. ხო, სამარცხვინო რაღაცა ხდება. ჩვენ რუსეთის ხარდაჭერის გამო დაგვადეს სანქცია. თითქოს ის, რასაც ვიმეორებთ ჩვენ ერთ-ერთში და ვიმეორებთ ნათქვამს უცხოელი პოლიტიკოსებისას, ვიმეორებთ ნათქვამს ინგლისური, ბრიტანული, ამერიკული მედიის ნათქვამს, მათი ექსპერტების ნათქვამს, დასავლელი ექსპერტების ნათქვამს, რომ ძალიან უჭირს უკრაინა კორუფციის ჭაობშია, უკრაინა აგებს, უკრაინაში ძალით მიყავთ ხალხი ფრონტზე და ამ ყველაფერს ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ პროგნოზს, რომ თუ ასე გაგრძელდა უკრაინა დამარცხდება და ვამბობთ ზუსტად იგივეს, რასაც ამბობენ დასავლელები, აი ამის გამო თუნდაც ჩვენ უნდა დაგვასაქციო. მოდი ესე ვთქვათ, რომ უკრაინა და რუსეთი ეს ასე ვთქვათ და ეს ომი არის აი ამ შექმნილი ვითარების ერთ-ერთი საბოლოო გამომწვევი მიზეზი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა უფრო ახლო ვითარებაც მინდა შევაფასო, თუ რატომ მოხდა დღეს ამ სანქციის, ასე ვთქვათ, გამოყენება. ეს არის ფაქტობრივად თავიანთი წაგებული ომის შემდეგ და ეს არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის შემდეგ ერთგვარი ახალი ბრძოლის წამოწყების ცდილობა და რაც გულისხმობ ამაში. ნახეთ, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებდნენ. და ეს არჩევნები მათ წააგეს. თუმცა სრულად კონკურენტუნარიანი არჩევნები იყო და ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები რამენაირად გაყავდა, ან რამენაირად ამ არჩევნებს არ უნდა ვენდოთ. ამის შემდეგ მათ დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა, როდესაც არ შეუშვეს ისინი პარლამენტში. იმ იმედით, რომ დრო არ იცდის, რევოლუცია სწრაფად მოსახდენია და ეს რევოლუციაც ვერ მოახდინეს. აქედან გამომდინარე, მათ ეს დამარცხება იწვნიეს და ეხლა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყეს, ასე ვთქვათ, ახალი ტალღის წამოწყება. ის ოპოზიცია, ანუ მეხუთე კოლონა, ამას სხვანაირად უკვე მე რეაქციაზე გადავალთ, რომელიც მათ ყავთ, საჭიროებს სწორედ ასეთ გარე ინერციას. სხვანაირად მათ დამოუკიდებლად, როგორც პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ თუ სოფხედელობრივ ერთეულს საქართველოში მოსახლეობის ხარდაჭერა არ გააჩნია. ეხლა რაც შეეხება თვითონ რატომ იწვნიეს ეს მარცხი. აქ ხო დემოკრატიაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. მათ თუ საქართველოში უნდათ დემოკრატია, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება, ან ხელისუფლებაში გარკვეული სხვა ძალების შემოსვლა, ამის ბრწყინვალე სასტარტო პირობები მისცა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. და თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მას მოყვებოდა, იყო, მოდი ესე ვთქვათ, ოპოზიცია რო გონიერი ყოფილიყო და არა უცხო შეკვეთის შემსრულებელი, მას შეიძლებოდა დიდ ქალაქებში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ სხვა შედეგი ეჩვენებინა კარგი. რაც ნიშნავდა უკვე, რომ აი ეს პროცესი სულ სხვა გზით წავიდოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე აქ დემოკრატიული პროცესი არის, რომ იტყვიან მხოლოდ და მხოლოდ სატყუ არასავით გადმოგდებული სიტყვა. თავარი არის კონკრეტული ინტერესები. კონკრეტული ინტერესები ძალაუფლების ამა და ამ დროის მონაკვეთში ხელში ჩასაგდებათ. და ეს ძალაუფლება საჭირო არის იმისთვის, რომ აქ მივდივართ საბოლოო წერტილამდე, რომ ის გეოპოლიტიკური ომი, რომელიც მიმდინარეობს, და ეს არ არის მხოლოდ ომი დონბასის ქალაქებისათვის თუ სოფლებისათვის, ეს დღეს უკვე არის ომი ნატოს ევროპულ ნაწილსა, და რუსეთს შორის. და აი ამ გეოპოლიტიკურ ომში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიას
და კავკასიას და საქართველოს გასაღებია, ბუნებრივია როგორც ჩვიდობის და ტრანსპორტირების, ასევე თუ საჭიროა დიდი ომი ამ კუთხითაც, აი ეს გასაღების გადმოტრიალება უნდათ შვიდობიდან ომისაკენ. ინგლისს ჩვევია ესეთი რაღაცები, ჩვენ რო გავიხსენოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, მაშინ ინგლისი იყო ზედამხედველი ამ მხარის, გერმანელებმა მარცხი იწვნიეს ამ ომში, ინგლისელებმა კი რა გააკეთეს, წავიდნენ და შეგვატოვეს რუსებს. ეს ცხადია, ეს ყოველთვის თამაშობს ასე ინგლისი, ბრიტანეთი ტრადიციულად მას შემდეგ რაც დიდი კოლონია დაიშალა, ან როგორ გააკეთა კოლონია კიდევ ცალკე, როგორ მოახერხა ამ პატარა კუნძულმა მთელი მსოფლიოს დაპყრობა, ეს არის სწორედ მისი დიპლომატიის, ხრიკების და მაიმუნობის, ასე ვთქვათ, ბოდიში ხალხური ენისთვის დახმარებით. ეხლა ეთქობა ჩვენს წინამდე გიყენებს, მიზანი რა არის? მიზანი არის რომ გაჩნდეს საქმე, რომ ძლიერია ბრიტანეთი შეუძლია რა ორგანიზაციაც არის ორგანიზაციას დაუბლოკოს ანგარიში და შესაბამისად დათესოს შიში საქართველოს მოსახლეობაში. ხო ეს არის მიზანი? დიახ, ნუ მიზანი აქ ამ შემთხვევაში ლოკალური მიზანი არის ერთი, რომ რაღაცა რეპუტაციული ზიანი მიაყენოს ამ ორ ტელეკომპანიას, ტექნიკური შეფერხებები შეუქმნას და ზოგადად ხალხში დათესოს შიში იმისა, რომ უი ჩვენ დაგვასანქციონებს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, რა ვიცი, რეპუტაცია ვის თვალში, ხო? იმ თვალში ვის თვალშიც სურთ რეპუტაციის შელახვა, ჩვენ რეპუტაცია არ გვაქვს და არც გვაღებებს. ტექნიკური შეფერხებები კი გამორიცხულია. გადალახეს უკვე ტელევიზია. მე ვამბობ მიზანი რა არის მათი ამ საქმის? მესამე მიზანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ეგ იცოდნენ პირველი ორი. კი ბატონო. რომ ვერ გამოუვიდოთ. ეხლა ამიტომ ვამბობ მე რომ რა თქმა უნდა ეს მესამე მიზანი არის ის რომ აი იმ მეხუთე კოლონას მიეცა ხანმოკლე ამოსუნთქვის საშუალება, იმიტომ რომ მუდმივი თვით დეპრესია, რომელიც მათ თვითონ დაიმართეს, ხო, თვითონ დაიმართეს ეს დეპრესია, ამ დეპრესიაში მუდმივი ყოფნა კონვულსია გადადის მერე უფრო მძიმე. აი ამ აქედან ცოტა ხანი გამოსაყვანად, რა თქმა უნდა, ამან ცირეხნით ეს ჟანგბადი მიაწოდა. ნუ რაც შეეხება ინგლისი იქნება, დიდი ბრიტანეთის სახით თუ სხვა დიდი იმპერიები, ჩვენ ვიცით რომ ყველა დიდ იმპერიას რუსეთი, ოსმალეთი, სპარსეთი, ინგლისი თუ ნებისმიერი აქვს თავისი ასე ვთქვათ იმპერიული მეთოდები, ზრახვები და უამრავი მეთოდი. საქართველოს ამ მეთოდების შესახებ იცის. დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ ბევრჯერ ჩვენი გამოუცდელობით, მოდი ასე ვთქვათ, მათ ამ ზრახვებს და ამ ასე ვთქვათ, რო ითქვიან მახეებში გავებით და ამის გამო ძალიან ბევრი ტკივილი, წყარი ტკივილი განვიცადეთ და დღეს ვცდილობთ რომ ამ მახეში არ გავებათ და ამიტომ დღეს ის რომ საქართველოს აგერ ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 8%-იანი ფაქტობრივად ეკონომიკური ზრდა გვაქვს აი ამ პირობებში სწორედ ბევრს ესეც აღიზიანებს და ამაზე უკვე პირდაპირაც გვეუბნებიან რომ არ შეიძლება რომ თქვენ ეკონომიკურად კარგად იზრდებოდეთ ქვეყანა წინ მიდიოდეს და აგეთ გვერდზე ომი იყოს და ამ საქართველოს რატო გამოიჩინეთ ამდენი ასე თქვა სწორედ ამიტომ არის განპირობებული ის რომ ეჭვი მიიტანეს იმაში რომ ჩვენ საქციებს ვიცავთ თუ არა და ესეც სამარცხვინოა იმიტომ რომ არც ერთი ოფიციალური პირი ვისაც ევალებოდა საქციების დაცვის კურატორობა შენიშვნას ჩვენი მიმართულებით არ იძახის ჩვენ ყავს ასე თქვა ორი ამ პერიოდში ორი დიდი მონიტორინგი ჩატარდა საქართველოსთან დაკავშირებით ინგლისის, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების და ასე ვთქვათ, კარგი შეფასება კი არა, სამაგალითო, ანუ პირდაპირ ითქვა, რომ სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს სამაგალითოდ. იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნების სისტემები ხელს უწყობენ ჩრდილოვან ვაჭრობას რუსეთთან და ამის ფაქტები ღია, ხო, სტატისტიკაა უბრალოდ და ფაქტებია ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ეს ქიმიური იარაღის გამოყენებასავით ბრალდება არის მეტი არაფერი. ხო, ტყუილია, მაგრამ ნუ აქ ხო ესეც ხო ახალი ტექნოლოგია არ არის, ხო? ერთ-ერთი ძიმე, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის მქონე იმპერია, რომელიც ვერ შედგა, მისი ერთ-ერთი იდეოლოგია ამბობდა, ტყუილი უნდა იყოს დაუჯერებელი, მაგრამ ტოტალურად გავრცელებული და ადამიანები იფიქრებენ, რომ ახლა ესეც ტყუილს ხო არ იტყვიანო. ხო, მაგრამ ყავლი გაუვიდა უკვე, თუნდაც ყავლი გაუვიდა და ამიტომ ნახეთ რაშია როცა ცუდი პროპაგანდა
მიზანს ვერ ახსევს, იმიტომ რომ არსებობს ქვეყანაში მედია მრავალფეროვნება და თავისუფლება, აი ეს აღშფოთებს და ამიტომ დაარტყეს სწორედ მედიას, რომ ტყუილმა პროპაგანდამ გზა ადვილად გაიყვალოს. და საქმეც მაგაშია, რომ ეთყობა სპეციალისტები გაუთავდათ, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ბუნება როგორია, როცა შენ უცხოელი გირტყავს ნამდვილი ღირსეული ადამიანი, თუნდაც არ მოსწონდეს ის მედია, დაიცავს. მე მეცაც გეტყვით. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ერთი მედია სივრცე, ხო? გვარამია თავის ტელევიზიაში აცხადებდა ახალი ამბები კეთდება აქ. კი ბატონო. გარეთ კი არ კეთდებოდა და ქვეყანაში კი არ კეთდებოდა. კეთდება აქ, აი ამ სტუდიაში. ესე იწყებოდა ეს გადაცემა. მაგ ქუდს თუ ამოიღებთ ის არქივიდან, კარგი იქნება, ხო? და ეს ვრცელდებოდა მერე მთელ ქვეყანაზე. ალტერნატიული საინფორმაციო წყარო, რომელიც ეროვნული მაუწყებლის კი არა, თბილისის მასშტაბით მაინც იმაუწყებლებდა, არ არსებობდა. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ყოველგვარი რევოლუციის, ყოველგვარი შანტაჟის გარეშე მოახერხა ამ სრული, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული ჩაკეტილი სივრცის გარღვევა და არჩევნებში გამარჯვება. რატომ? იმიტომ სიმართლეს ლაპარაკობდა და ამ სიმართლემ აი ეს რო იტყვიან რკინის ეს დახურული სივრცე გაარღვია. დღეს ქართულ ოცნებას რო იგივე შეცდომა დაეშვა და ოპოზიციური მედიები, ასე ვთქვათ, ხელოვნურად მოეხრჩო. აი მაშინ ის აზრი, რომელიც დღეს აბსოლუტურად უტოპისტური აზრია თუ არა მტრული, გახდებოდა ხალხისათვის ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო ამბობენ ისინი ამისანაც, მაგრამ დღეს ხალხმა იცის, რომ ისინი ამბობენ ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანას ჭირდება დასანქცირება. თორე ვითარდება ეს ქვეყანა, წინ მიდის, ხალხს არასწალია ჩვენი რევოლუციებისათვის. დაასანქცირეთ, რაღაცნაირად შეუშალეთ ხელი ამ ქვეყნის განვითარებას, თუ გინდათ რომ მოვიდეთ ჩვენ ხელისუფლებაში, რომელიც ომი რო დაიწყო უკრაინაში, გავიქეცით კიევში, ავტომატი დავიჭერეთ ხელში, ხომ მოგეცით ეს სიგნალი, რომ ჩვენ რო ვიყოთ ახლა აქ ხელისუფლებაში, ამ ავტომატს თქვენ სასარგებლოდ მიუშვერდით რუსეთს. არა, ჯარს გავიწევდით და სიგიჟერს გავაკეთებდით. ამიტომ არის სწორედ რომ ადამიანებს აქვს შეფასების საშუალება ამ მედია მრავალფეროვნება. ბატონო, ოღონდ კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ესენი რომ იდიოტები არიან და ვერ აზროვნებენ, პირდაპირ ვიტყვი, ეგ მრავალჯერ ამ პროტესტის მანძილზე დავტკისდა, მაგრამ როგორი საფის ბუში ჩაკეტილი ადამიანი უნდა იყო, რომ გეგონოს, ან როგორ უნდა ვერ ერკვეოდე ტელევიზიაში, მედიაში საერთოდ თან პრეტენზია აქვს, რომ მედია მუშაკები არიან, რომ ეს სანქციები არ გამოიწვევს პრობლემებს ტელევიზიებში. თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფო მართლაც როგორც შეგვპირდა და კეთდება კიდეც, ყველაფერს გააკეთებს. ღრმად პოლიტიკური საკითხია. ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მედია გაძლიერდეს. აი ეს ხო უნდა მიხვდე, რომ პირიქით კარგიც კი არის ჩვენთვის. ეს სანქცია არის კარგი. არსებობს ერთი კარგი გამოთქმა, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. რა თქმა უნდა, ამიტომ ეხლა ჩვენს საქართველოს როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ პრინციპში ამ პერიოდში რეალურად დავიწყეთ აი სუვერენიტეტზე ზრუნვა. მანამდე დამოუკიდებლობის მთელი ის პერიოდი, ხო? იყო ძირითადად მაინც იმედად ყოფნა, რომ სხვა ჩვენს მაგივრად ჩვენ საკეთებელს გააკეთებს. რომ სხვის ხარჯზე ჩვენ შევალთ, ასე ვთქვათ, სამოთხეში. ეს მოდი ასე ვთქვათ, იმპერიული დამოკიდებულების სინდრომი არის ეს. და ვიყოთ რა, ეხლა ჩვენ ხო იმ თაობის ხალხი ვართ, ვისაც გახსოვთ, რომ იმ რუსულ იმპერიაში, საბჭოთა კავშირში, ქართველები თავს კარგად გრძნობდით. ყველაზე კარგად. ხო, ეს ვაღიაროთ. ყველაზე კარგად. ვაღიაროთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თავისუფლება არ გვინდოდა და ჩვენ უფრო მეტი არ გვინდოდა. მატერიალურად ჩვენ უფრო მეტისთვის არ ვიბრძოლეთ და არ მივახსნიეთ. მაგრამ ქართველები იმ საბჭოთა კავშირში, როგორიც იყო, ვიყავით პრივილეგირებული მდგომარეობაში. მატერიალურად, კულტურული და სხვა კუთხით, სპორტული აღმაფრენით, ემოციური და ყველა კუთხით, ასე თქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეა. ვიყავით დომინანტები, ვიყავით ერთგვარი. ხო, მე კი არ ვამართლებ იმას, მაგრამ ვამბობ იმ პირობებში. მეცნიერებით. კი, იმ პირობებში ჩვენ ვიყავით ეს. კი ბატონო. და მოდიოდა უთვლელად, ასე ვთქვათ, თანხები იყო თუ რაღაცა იყო, რაც იმ იდეოლოგიის ქვეშ იყო საქართველოში და ქართველი კაცის ნიჭი ამას თავისებურად ამვითარებდა. კი ბატონო. ეს არის ფაქტი, ხო? ეხლა ჩვენ გვეგონდა, რომ
იგივე იქნებოდა დასავლეთში. ანალოგიური დამოკიდებულებით, რომ ვიღაცა ამას ჩვენ ესე პირუთველად გაგვიკეთებს რა და არ ხდება ესე. მით უმეტეს, რომ ეხლა არის ცივილიზაციათა შორის შეჯახების პროცესი. ძველი წესები მთლიანად იშლება, ინგრევა. რო გეთქვათ რამოდენიმე წლის წინ რომ ამერიკა და ევროპა აი ესეთ მამასისხლად გადაეკიდებოდა. ასე თქვათ კრიტიკულ შეჯახებაში იქნებოდნენ ერთმანეთთან. წარმოუდგენელი რამე იქნებოდა, ხო? აი სიტყვიერი დაპირისპირებაც რომ გამოვიდოდა გარეთ, ვერ წარმოვიდგენდით. დღეს ჩვენ ამას 24 საათი უყურებთ მათი ლიდერების, ასე ვთქვათ, პოზიციონერებიდან, ხო? ამიტომ აი ესეთი ცივილიზაცია და შეჯახება აქ შენ გინდა არ გინდა საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება არის ერთადერთი სწორი გზა. სანამ თვითონ ცივილიზაცია არ გაერკვევა ახალი კოლექტიური უსაფრთხოება, სანამ არ შეიქმნება, მანამდე ჩვენი ნებისმიერი მიმართულებით ზედმეტი ნაბიჯი შეიძლება კოლაფსით დამთავრდეს საქართველოსთვის. ეს არის დღეს პატრიოტიზმის, პოლიტიკური გამჭრიახობაც და საქართველოს მომავლისათვის ზრუნვაც. აი ამ კურსის შენარჩუნება, ამ სუვერენიტეტის დღეს აშენება. ანუ დღეს არის ის პერიოდი, როდესაც შენი სუვერენიტეტი უნდა ააშენო და თუ ხვალე იქნება ის დრო, როდესაც შენ შეგეძლება უკეთეს სოფლიოში, უკეთეს სახელმწიფოებთან, უკეთეს კავშირებთან ერთად გააგრძელო ცხოვრება, ეს შენი სუვერენიტეტი ამის ღირსეულად გაგრძელების საშუალებას მოგცევს. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ევროპა ვართ და გვინდა ევროპა, ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ მაინდა-მაინც ახლა მერსედესი ჯობია თუ ისა რა ვქია, დაიჰაცუ თუ ამის ჩვენ მენტალურად ვიყავით იმ ცივილიზაციის ნაწილი და ვართ რაც ქრისტიანობამ შექმნა. ეხლა ხომ აღარა ვართ ესე. ერთი წამით, რაც ქრისტიანობამ შექმნა. ამიტომ ჩვენთვის სხვა მენტალური საზრისი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ამ მენტალურ საზრისს ჩვენ სახელმწიფოებრიობაში ვაშენებთ და ვინახავთ. და ნახოთ ვინ როგორ შეინარჩუნებს. მაგრამ იმის და მიხედვით გავაგზავნებთ. ბატონო ირაკლი, ჩვენ ამ მსოფლმხედველობრივ საფუძველს ვერ შევიცვლით. LGBT თეორიით და რელიგიით ჩვენ მენტალურ მსოფლმხედველობას ვერ შევიცვლით. მაგრამ დღევანდელი ევროპა მოშორდა ქრისტიანობას საერთოდ. დღევანდელი ევროპა აღარ არის ისე, როგორც უნდა 20 წლის წინ. მოდი ესე ვთქვათ რა, რომ იქაც ხალხი ცხოვრობს. და იქაც ადამიანები არიან, პოლიტიკოსები არიან, ვისაც უნდა ვის ირჩევენ მე ის. არა, ეხლა ნახეთ როგორ არის იქ ჩვენ წავირჩიეთ კაცო, ჩვენ წავირჩიეთ სააკაშვილი წავირჩიეთ. მე იმათაც აქვს თავიანთი ხედვები, თავიანთი მისწრაფებები, თავიანთი ფასეულებების მიმართ ერთგულება. ესე არ ქრება ადამიანები ესე სწრაფად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ აქავთ გავართ. ჩვენ ვდგავართ ამ სოფხედველობრივ ბაზაზე. ევროპა პირველ რიგში არის თავისუფლებული, რომ ის თავისუფლება ამ deep state-მა და ევროპულ ქვეყნებში გამეფებულმა რეჟიმებმა მოიტანეს არჩევნების უგულველყოფა, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. ეს აღარ არის ევროპა, არა. მესმის, მაგრამ იქაც არიან ვიმეორებ ერები, რომელსაც გძალავენ, ოპოზიციური პარტიებს გძალავენ, გაზდევენ აქტივისტებს. ბატონო, მე ოპტიმიზმით შევხედავ, არ შევხედავ პესიმიზმით. დაველოდოთ იქაც გაიმარჯვებს საღი ეროვნული მიდგომა, იმიტომ რომ ევროპა თუ არ იქნა ერთა გაერთიანება და თუ იქნა ბრიუსელის დიქტატი, ხო? გინდა deep state-ური დაარქვი და გინდა სხვანაირი, ეს გეთანხმებით ეს აღარ იქნება ევროპა. ან თუნდაც დღეს ინგლისი ავიღოთ. დემოგრაფიული კატასტროფული ცვლილება არის. ინგლისელი ერი, ბრიტანელი ერი ის ერი, რომელსაც ჩვენ ვიცი და რომელსაც შეუქმნია უდიდესი კულტურა, რომ შეხედო ახლა ქუჩებს, სახელმწიფოს დაწესებულებებს, მერიებს, პატარ ქალაქების თუ დიდი ქალაქების, საერთოდ გაქრა. და ეს სურათი რომ უმძიმესია, თქვენ პარალელურად დააკვირდებით ალბათ, რომ ინგლისში რა მოძრაობები იკრება. ფარაჯი კი ბატონო. ფარაჯი და ფარაჯის გარდა. სულ რაღაც 2-3 თვის წინ ხა შეიძლება სუსტებას ვარა, მაგრამ მთელი სოციალური ქსელი წაღებული ქონდა ალბათ ინგლისისთვის ჯერ არ დახულ იმ ინგლისელთა გამოსვლას. სწორედ ინგლისის დაბრუნების ასე ვთქვათ ლოზუნგით. ასე რომ იქაც არიან ადამიანები და ერი არ ყვდება ესე მარტივად და სწრაფად. მე ამის თქმა მინდა. ეს ეროვნული იდეა
მარტო ქართველებში არ ცხოვრობს. თქვენ ოპტიმისტი ბრძანდებით. რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაგრამ მე პოლიტიკაში სხვანაირად არ ვივარგებ. მე მგონი რომ საქმე წასულია საერთოდ იქ შეიძლება მოხდეს რა თქმა უნდა კატაკლიზმების შემდეგ შეიძლება მოხდეს რამე ევროკავშირის საქმე წასულია და სასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ ის უხლი რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება 78 მოხდეს საუბრობ გასაუქმებელი გადასაგდებია ნაგვის ურნაში მე რატო ამობ ემოციითაც კი აი საერთოდ უვიზეზოთ ვიღაცა მედიდურმა ჩინოვნიკმა რომელიც რაღაც თამაშებში უნდა გავხიოს ჩვენ და იმედით დაგვასანქცირა და გარკვეული პრობლემები შეგვიქრა რომელიც გადავლახეთ უკვე მაგრამ მაინც და ეს ჩემში როგორი ის არის პროტესტია იცი თქვენ დედაც ვატირეთ პროტესტი არის ფაქტობრივად ანუ ის ვინც ფიქრობს ქართულად და ის ვინც არ არის აქ ამ შემთხვევაში თქვენი მომხრეა მე მოუწონვა ის მოწონს თუ ეს არ მოწონს არ შეიძლება რომ ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ქართულ ადამიანში მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა რომ სხვა ქვეყნის ესეთი საქციელი იყოს მისაღები. Რაუდენ უცნაურიც არის თქვენ იღებდით კანონებს უცხოური ძალების პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის გასამკაცრებლად. გარკვეულწილად არსებობდა რაღაც კითხვები. აი ამ ასეთმა ჩარევამ თქვენ ჩვენ ძალიან ქვეყანას ხელი შეგვიწყო, იმიტომ რომ ეხლა უკვე ის კითხვებიც აღარ არის. რაც შეიძლება მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ და რაც შეიძლება მკაცრად უნდა ავგზავნოთ აი ეს ჩარევა. ნუ აქ ხო ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენ რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩარევის კაფიო ინსტრუმენტები ქონდეთ და თან გთხოვენ რომ ეს ინსტრუმენტები უნდა იყოს შენგან ლეგალიზებული ხო შენ უნდა ლეგალიზება გაუკეთო ჩარევის ინსტრუმენტებს ნახეთ ისეთი სასამართლოს რატო ითხოვდა გასაგებია რა არის უნივერსალური რამ სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიები რთულად საკონტროლებელია საბოლოო ჯამში, იმიტომ უცბად შეიძლება არჩევანდი მოსახლეობამ გააკეთოს სულ სხვანაირი, მაგრამ სასამართლოში NGO გააპროტესტებს და სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო რუმინეთში მაგალითად. როცა გამარჯვებულ კანდიდატს უთხრეს, რომ წადის სახშიო, TikTok-ზე შენ კარგი გამოგევიდაო, რა ქვია. რუსეთი გეხმარებოდა TikTok-ზე. TikTok-ზე რუსეთი გეხმარებოდა, ეხა ხო გესმით, აი TikTok-ი შეგიძლია ბავშვმა აიღოს, ვინც კარგად იმასება და გააკეთოს თავისი TikTok გვერდი და ავრცელოს თავისი, რა ვიცი, რაც უნდა რა. ხო, ამიტომ აი ეს სასამართლო გეტყვის და გაგიშვებენ, ასე ვთქვათ, არჩევნებიდან შორს. დამთავრდება ამით და ყველაფერი მე ერთ თვეში, ორ თვეში ჩამთავრდება, ჩაწყნარდება, მithomს არც არაფერი არ მომხდარა. ამიტომ უნდათ რომ ვთქვათ, შენი სოფხედველობა იყოს გადღაბნული. სხვადასხვა იდეოლოგიებით და არ კონდეს ის ფუძე, რა ფუძეზეც ჩვენ სახელმწიფოს აშენებ. აი ეს ყველაფერი არის და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელიც ამ ერების კავშირია და რომელთა გადაწყვეტილება სწორედ ამ ერთა კონსენსუსია, იმიტომ რომ მე შენ იმიტომ მინდიხარ, რომ შენგან რაც მომწონს, ის ვისწავლო. როცა არაფერი არ მომწონს, მაგრამ არ დავკარგო ის, რის გამოც მე ვარ ქართველი. მესმის ბატონო, მაგრამ როცა არაფერი აღარ მომწონს შენი. ხო, ნუ გასაგებია ხარ, როცა ესე მოიქცევი, კარგი ზანახვაც მერე უკვე მიჭირს ხანდახან ადამიანს. ბატონო, თქვენ ესე იგი ოპტიმიზმით შეიძლება შევიდეს ბზარი მაშინ. იცით რა არის, რომ ოპტიმიზმში ზარი არ მე ერთ რამეს ვამბობ. ოპტიმიზმი გჭირდება იმისთვის, რომ რეალისტური საქმეების კეთების უნარი არ დაკარგოთ. გასაგებია, უღმეს მადლობა ბატონო, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დამფუძნებელი ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი კოლეგა მოვა სულ მცირე ხანში რეკლამის შემდეგ. მოგესალმებით, ვიცია ვიქტორ ჯაფარიძე, ვიცია მოვიდა ჩვენთან, ჩვენი ტელევიზიის დამფუძნებელი. აბა, როგორ ახარ დასანქცირებულო? ძალიან კარგად. ძალიან კარგად ვგზნობ თავს. ხო, ნუ არ ვიცი, აი რა გკითხო, არ ვიცი. ყველაფერი ცხადია, მე მგონი რა. მინდა განცხადება გავაკეთო ბატონო. ნაც ტელევიზიებმა, ნაც პროპაგანდისტურმა ტელეარხებმა გაავრცელეს განცხადება, რომ თითქოს მე დავთმე ჩემი წილი 52%-ს პოსტივიში, ტელეკომპანია პოსტივიში, რაც არის მტკნარი სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს განცხადება გავავრცელე, დღეს როდესაც პრემიერ-მინისტრი ბრიფინგი ჰქონდა,
იგივე საკითხებოდა ფორმულას ჟურნალისტი, რომ აი ვიქტორ ჯაფარიძემ პოსტივი დატოვა და რატო წარმოუდგენელია. ანუ მე მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ. არაფერი წილი მე არ დამithმია. კანონით მე მეკრძალება წილის მართვა. წილი არის ჩემს განკარგულებაში ისევე, მხოლოდ და მხოლოდ მართვით გადავეცი ჩემ ნდობით აღჭურვილ პირს, რასაც კანონი მავალდებულებს. ორჩა. ამთავრდა. არა, ჯერ ვიტია ჯაფარიძეს უნდა იცნობდე, რომ როცა გაუჭირდა დაუშვა და პრობლემა შექმნა, მაშინ გაიქცა. აი უბრალოდ უნდა ამ კაცს იცნობდეთ რა ვიცი ახლა, მაგრამ არ იცნობ, თქვენ საერთოდ კაცებს არ იცნობთ ესე. შეურაცხყოფელია ბატონს, შეურაცხყოფელია ახლა. ხო, მაგრამ მაგათგან შეურაცხყოფა არ ვიცი ახლა ეგ როგორ ამათ მარო ქება დაგვიწყო ბატონ შალვა ის. ხო, ეგრე იქნება, ეგრე. კარგი, ხო. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ გაკვირვებული ჩემი რომ ეს თვითონ კოლეგები ხო არიან თქვენი ეს თუ თვლიან თვითონ არა მე არ ვთვლი თქვენ არ თვლით მაგრამ თვითონ ხო თქვენ ჟურნალისტები არიან და როგორ შეიძლება გიხაროდეს რომ ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიების დასანქცირება გიხაროდეს ამას აყვნენ ის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც ისე ტიპიურად ჩვეულებრივი აგენტურა თუ რა გიხარიათ თქვათ ეს ხდება და ტელეკომპანიების პრობლემები უნდა შეიქმნას თქვენ რატო გიხარიათ ეგ არის თქვენ ქვეყანაში ეს ხდება ამას იქით ბატონშო რომ გაკვირვებული როგორ 48 საათი გავიდა და სახალხო დამცველის ხმა არ მესმის რატო არის გაჩვენებული მართლა მაინტერესებს როგორ სიტყვის თავისუფლებას დაემუქრენ გარეძალები ხო რეალობა ეგ არის და რატო არის გაჩვენებული რატო ხმა მოიღეს ბატონო ლევან გისმენთ თქვენ როდესაც იცავთ საერთო გადატრიალების მცდელობაში დანაშაულ ადამიანებს ეს თქვენი უფლებაა მაგრამ გთხოვთ დაიცვათ ტელეკომპანიების ლევონი ადეკვატური ადამიანია სხვათა შორის და მეც მაინტერესებს მისი პოზიცია ყოველ შემთხვევაში მე ვიცნობ როგორც ადეკვატურ და გამოყალიბებულ წესერ ადამიანს და გთხოვთ ბატონ ლევონი და თქვენსაც არ ვიცი მნიშვნელობა აქვს კი და ალბათ პოზიციას გამოხატავს იმიტომ ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა მნიშვნელოვანი რამ ხდება ქვეყანაში რომ ყველაზე დიდ ტელეკომპანიას ანუ ხალხს დაადეს ხალხს დაუწესეს სანქცია რომელიც ყოველ საღამოს ყოველ დილით ყოველ შუადღეს გვიყურებს ჩვენ როგორ არის მოსახლეობის უმრავლესობა ცალსახად უყურებს და შენ იმასაც ცალსახად მე მგონი ხო თან მიზეზი არის როგორი აი მე არ ვიცი უკეთესი შეეძლოთ მოიფიქრები გავიგე თუ ეს მიზეზი არის მაშინ უნგრეთი დაასანქციონოს სლოვაკეთი დაასანქციონოს და პირდაპირ მიდის საუბარი რომ უკრაინა იმაში რა ქვია უნგრეთსა და უკრაინას შორის ომი იწყება ცოტა ხანში გუშინ გაეროში ტერიტორიულ მთლიანობას მხარი არ დაუჭირეს ამერიკამ სომხეთმა და სხვადასხვა სამშვიდობო გეგმას რატომ შეიძლება რომ ამაზე ხმას არავინ არ იღებს და როგორ ჩანს იმედს უყურებს რა ქვია ლორდთა პალატა მე მიყურებს პოზიტივი თემთა პალატა ისე გილოცავთ ბატონ შალვა თქვენს ტელევიზიას ჩვენს ტელევიზიას რომ სოფლიოში ცნობადი უფრო მეტი გახდა რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაასანქცია ბატონ დოქტორ ეგ ერთი თემაა მაგრამ მეორე ეხლა ჩვენ ხო ვიცით რაც მოხდა აქ ვიღაცა უსამშობლო აგენტებმა იჩალიჩეს და მიაწოდეს ეს ინფორმაცია წვეთ დიდი ხნის განმავლობაში და მათი ამბავია სწორედ ხა დარწმუნებული ვარ იმ არც იციან საერთოდ რა ტელევიზიებზეა საუბარი არც უნახავთ და არც გავანალიზებიათ უბრალოდ აქედან მიწოდებული ინფორმაცია არსებობს საქმე საბოტაჟის შესახებ რომელსაც იძიებს სამართალდამცავი ორგანო მაგ საქმეზე დაიკითხა უკვე ხალხი ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიტანაში შეწანილი წვლილის გამო ეს საქმეც უნდა გამოიძიოს დრო არის თუ კანონმდებლობაში ეს მუხლი ესეთი ფორმით არ არსებობს დრო ალბათ საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს უცხო ძალთან ერთად ეგ არის კი მეტი რაღაცნაირად ხო და სამშობლოს ღალატი მარლოის კი არა რაღაცა აღარა ის რაღაცა ინფორმაცია უცხო ძალებთან ერთად სამშობლოსთვის ქვეყნისთვის ზიანის მიტანა მე ცოტა ლირიულად ვთქვი მაგრამ მეტი ზიანი რაღა უნდა მიაყენონ რომ ადამიანები მუშაობენ იმაზე რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას დაარტყან სიტყვის თავისუფლებას შეეხონ სიტყვის თავისუფლება დაასანქციონონ და უნდათ რა რომ გაჩვენდეს პოზიტივი გაჩვენდეს აი თქვენ ბიზნესში გამოსტილი კაცი ხართ და მართლა არ შეგიძლიათ ჩვენი ტელევიზიის მაგრამ საქმის კურსში ხართ და ზოგადად ტელევიზიის საქმის კურსში მოხვედით ასე ვთქვათ ამდენი განმავლობაში წვიანი კაცი ხართ ან რა უხარიათ ხო იციან რომ
არ მოხდება არანაირი შეფერხება. ცოტა მცირე ხნით რაღაც არის და ეს ხო მაინც აი ერთი ჭკვიანი კაცი არა ყავთ რომელმაც შეიძლება უთქვას რომ მეც სტიმულს ეხლა მთავრობას მეძრუნვას გამოიჩენს. რა თქმა უნდა. ანუ მეტ ხერხებს ეს მისი პრესტიჟის საკითხია და პირიქით რომ დაუკვირდეთ კარგი მოხდა ჩვენთვის. იცით რა არის? ცოტა პრაგმატულადაც რა. კარგი მოხდა, იმიტომ რომ გამოინახება ახალი გზები, დაიხვეწება კანონები და ჩვენ უბრალოდ თავისუფლად შევძლებთ. რა თქმა უნდა და ამათ ავიწყდებათ და არ იცნობენ ქართველ ხალხს. ხო, ხალხის ხარდაჭერაც გაიზრდება, რა თქმა მე ერთ რამეს ვიტყვი კიდევ ბატონ შალვა რომ არჩევნები როცა ჩატარდა ბოლოს თვითონ ოპოზიციამ თქვა რომ ეს არის ტესტი ან სავიზო რეჟიმი ან ევროკავშირი ან მაგრამ ეს ტესტი ქართულმა მოსახლეობამ ჩააბარა შესანიშნავად. ანუ ქართველი ხალხი აირჩევს თავისუფლებას და არა უვიზო რეჟიმს და ასე რა თქმა უნდა ეს დისკომფორტი იქნება სერიოზული, მაგრამ მე ერთ რამ მინდა ვთქვათ რომ ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა რატო გვინდოდა? იმიტომ გვინდოდა რომ ყოველთვის ცეკას მეორე მდივანი იჯდა და ყველა დირექტივა მოდიოდა მოსკოვიდან რომ უნდა აგვესრულებია და დღეს რა გამოვიდა რომ პარლამენტის წევრს ასანქცირებენ იმისთვის რომ კანონ პროექტს რომელიღაცას მხარი დაუჭირა. მოსამართლეს ასანქცირებენ რომ მათთვის არა სასახლელი ანგარიშისა განაჩენი გამოვიდა. განაჩენი გამოვიდა. გამოდის რომ კაია კალასი, ფონ დერ ლაიენი ვიღაც გაურკვეველი ადამიანები რომელიც თავიანთ ქვეყანაში არაფერს არ წარმოადგენენ, ესენი ყოველდღე უნდა გვაძლევდნენ პირობებს რომ იცის რა დღეს ეს კანონი მიიღეთ, დღეს ეს მოსამართლე ერჩიეთ, ეს პროკურორი დანიშნეთ და ასე შემდეგ. ეგ არ არის თავისუფლება. თავისუფლება ვირიღის და ვიხდით ამ ფასს ჩვენ. აი ხა მივადექით ძალიან საინტერესო ამბავს ევროპასთან ურთიერთობას. მე წინასწარმეტყველს ვესაუბრებოდი რომ დამთავრდა ევროპასთან ასე ვთქვათ რაღაცა მოლოდინები და რაღაცა გარკვეული იმედები რომ იქ რა ეს ევროპა არ არის ევროპა. კიდევ მოლოდინი? არა, ხო შეიძლება გქონდეს მართველი ძალიდან ვიღაცას და ასე შემდეგ. პირდაპირ არ აცხადებდეს. ეს დასრულდა. დამთავრდა. ანუ ჩვენ როგორც დაზარალებული ორგანიზაციის ერთ-ერთი მესორი ვიძახი რომ დასრულდა ევროპა არ არსებობს. მოდით ერთ რამეს ეს არის ბოლშევიკური საბჭოთა კავშირი. ანუ ის კარგი საბჭოთა კავშირი კი არა 70-იან წლებში რო გვახსოვს. არა, აი ზუსტად ბოლშევიკური ახალშექმნილი 30-იანებისაც არა, აი 20-იანების რა, აი მაშინ რო ვაშვებოდა რა ქვია. არა, როგორ არის იცით რომ ნუ ეკლესიებს რო ანგრევდნენ, აი მაშინ დღესაც ევროპაში ხდება. ნუ არ ამგონია ხა ეს მოსაწონი იყოს პირველ რიგში იმიტომ რომ გამოდის რომ ჩვენ გვთვლიან მათ კოლონიად. არ ვართ მათი კოლონია, უნდა გაიგონ. და რაც მალე მით უკეთესი. მე ხა ჩემ აზრს ვიტყვი რომ ესეთი სიტუაცია არის რომ მე უსმენდი ბატონ გოგა ხაინდრავას წერილს ეხა აქ მოვა გოგა ხაინდრავა ჩვენ სტუმარი ელჩის მიმართ მე ჩავთვლიდი რომ აბსოლუტურად სწორი იქნებოდა რომ ელჩმა ამაზე პასუხი ეგოს. მე არ ვიცი რა ელჩმა მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და მინიმუმ ამის უნდა დაისაჯოს ეგ როგორ შეიძლება. მე ვერ ახსნა ვერანაირი არგუმენტი. უკანაკარებიდან რომ გაიპარები. კი ბატონო. ელჩი, ბრიტანეთის ელჩი, ეს მინიმუმ უნდა შეგცვლას ამ ბოდიში მოიყან თვითონ ჩვენ თუ არ გავიწვევდა თვითონ. ხო, მაგრამ აი ხო ხედავ, აღარ არის ეს ქვეყნები, აღარ არის. აი ეს კლიშე რა ჩვენ გვაქვს რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი, რევოლუციის და თავისუფლების სამშობლო. თავისუფალი სიტყვის სამშობლო. ბრიტანეთში პარლამენტარიზმის სამშობლო ბრიტანეთი, ხო? ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში თუ მე-13-ში ჰქონდათ. თავისუფალი სიტყვის მანდედან წამოვიდა თავისუფალი სიტყვა. კომერციული ამბები მაგედან წამოვიდა, ინგლისი ხო იყო კომერციის მამა. ამავე დროს გვახსოვს ძალიან ცუდი კოლონისტები იყვნენ ეგენი. მაგრამ აღარ არის ის ინგლისი, აღარ არის დიკენსის, შექსპირის ინგლისი, აღარ არის. ხომ არ ჩვენს უნდა გაიგო რომ ჩვენ შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ, დავით აღმაშენის ქვეყანა ვართ, თამარის ქვეყანა ვართ და არ შეიძლება ჩვენ უნდა გავავლოთ ხაზები მკვეთრი. სად ვართ? რა გინდა აუხსნათ განუმარტოთ ამ ჩვენ მოსახლეობას აი ევროკავშირში მიღებას რაც შეეხება ეხა ხო ყველაფერის ტყუილი გამოდგა როგორც უკრაინისთვისაც მაგალითზე აი წარმოიდგინეთ როდესაც სანამ ომი დაიწყებოდა 350,000 კაცი იქნა მობილიზებული ბელორუსის საზღვართან და ეგ ხო ერთ დღეში არ მოხდა ამას ხო დრო ჭირდებოდა და თავიანთი არხებით ხო საუბრობდნენ რომ უარი თქვით
ნატოში მიღებაზე, კი. არ ითქვით ამ ევროკავშირზე, ღიადად თქვეს, ღიადად კაცო, თქვეს და- პუტინმა ღიად თქვა, კაცო, პირდაპირ. ულტიმატუმი წაუყენეს. დღეს თვითონ თქვეს, რომ გამორიცხულია ნატოში გაწევრიანება უკრაინის და ასევე ევროკავშირში. გამორიცხულია საქართველოს გაწევრიანება ნატოში, ასევე ევროკავშირში. საქართველოზე ხა ახლა მოდი რეალობას გავუსწოროთ თვალი და ძალიანაც მინდა, მაგრამ აბა ისეთი არ მინდა. არა, მე რას გეუბნები? ჩვენ მოსახლეობას უნდა განუმარტოთ ბატონ შალვა, რომ რა არის დადებითი, რა არის უარყოფითი. ნატოში არაფერი დადებითი არა. უკვე ვხედავთ თვითონ ამერიკელები რასაც საუბრობენ. ნატოში შესვლა ნიშნავს რუსეთის თავდასხმას. ომს პირდაპირ ნიშნავს ომს რუსეთთან. კი ბატონო. და ის სანქციების რასაც თვითონ გვეუბნებიან ხა. თვითონ ვაჭრობენ, რა ქვია, ოფშორებით ვაჭრობენ 8 მილიარდი დოლარის ივაჭრეს კაიმანის კუნძულების ოფშორებმა როსნეფტთან, ანუ რუსული ნავთი გადაყიდეს, კაიმანის კუნძულები არის ინგლისის, ბრიტანეთის იურისდიქცია, ბრიტანეთის ოფშორი. თვითონ უწყობენ ხელს, კაცო. კი ბატონო, ბალტიისპირელებმა ყველაზე მეტი შეიტანეს ღვინო და ძალიან კარგი ვენახები ყოფილა თურმე ესტონეთში. მაგარი საერთოდ. კაი ესტონური ღვინო კეიფია. არ გით რა, ანუ. ხო და დროა ჩვენც მივხვდეთ რა არის და არ ვიცი რა, ეხა ჩემი წარმოდგენები მე დიდი ხანია ჩამოყალიბებული მაქვს, შეცვლილი მაქვს. ის რასაც მე მთელი ჩემი ბავშვობა ვფიქრობდი და ვნატრობდი ეს არის ოაზისი, ის დაინგრა ის ოცნებები. თუ არ სადახელშუა შემომიფრთხნა და შემომგვენდა. უცხოეთზე, ევროპაზე. ხო, მე მგონი რომ მართლაც აი ძალიან ძიმე კრიზისია. კიდევ ერთხელ ბრიტანეთი, აი ესე იგი ლაძიჩიცა მარეი, ანუ ამხელა იმპერია, რომელზეც მზე არ ესვენებოდა, ხო, იმხელა იყო. და პოზიტივით შეხედათ ჩვენს ტელევიზიას, ჩვენ მაგრები ვართ, მაგრამ არ გვაგეხა ის ბრიტანეთის მთავრობა მატერიალური სახსარი, რომ გქონდეს დიდი ტელევიზია. იმეც საგდა ღმერთმა ხელი მოუმართოს. პოზიტივი, სადაც ჩვენ უბრალოდ ძივარ და ჩვენი ტელევიზიის სატელევიზიო პროდუქტი ძირითადად არის ლაპარაკი, შოუები, იმდენი არ გვაქვს. ლაპარაკობთ სიმართლეს, რაც თავარია. ამის გამო იმ კარიდორში, სადაც ხო ხვდები დაუნინგ სტრიტზე და სადმე ჩაწერეს სიაში და დაგვასანქცირეს. ღმერთო, როგორც საფრთხე, რა საფრთხე იცი? უკრაინაში არეულობის საფრთხე. პოსტივი არის ქართულად მოუწყებელი, რომელიც არ ვრცელდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის უკრაინისტვის საფრთხე. ამიტომაც ბატონო შალვა, პირადად თქვენ და პოსტივის ყველა თანამშრომელს გიხდით მადლობას იმ სიმართლის საუბრისთვის, რისთვისაც დაგვასანქცირა ბრიტანეთის. ხო, ჩვენთვის რეალურად პოსტივის რეკლამა მეტი არაფერი. პოსტივის თანამშრომლებისთვის ეხლა ჩაივლის ეს ყველაფერი და ყველა კარგად ნახავს. ჩვენი თანამშრომლები ამაში დარწმუნებული არიან და დარწმუნდნენ უკვე რომ არანაირი პრობლემა არც ერთი მიმართულებით ჩვენ არ გვექნება პირიქით და მართლაც არის რაღაც გარკვეული აღნიშნა მტრის მიერ. იმიტომ რომ ტერი რო არ აღნიშნავს. რო არ დარჩაგაგდებენ პრობლემა. აი გარი პრობლემა რა. ბრიტანეთის მთავრობამ რო გვაღიარა ეგ. ხო, ანუ მიშას დროს ძველი ბიჭი თუ იყავი და ციხეში არ იჯდები, საქართველოში იყავი, პრობლემა იყო რა, ხო ხდები? რა გამახსენდა ხა მიშა რო ახსენეთ. ტელეკომპანია იმედში ვიყავი, მაშინ სპეცნაზის რო შემოვარდნენ, რო შემოვარდნენ. დღეს პოსტივის დამფუძნებელი ვარ, აქ შემოვარდნენ სანქციით და რა ჯანდაფრა უბედურება. დაგდებენ. დიდი მადლობა ჩემო ვიქტორ. მადლობა. ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის მშვიდად ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების და აგროვების გარეშე განუმარტოთ ხალხს, რომ ეს არის დროებითი, ეს არ ნიშნავს მათ ძალმოსილებას, ეს არის გარკვეულწილად უსუსურობის ამბავი, რომ პოსტივის და იმედს ასანქცირებ იმედით, რომ აქ არეულობა გამოიწვიო. ხო, აბა უკრაინაზე საერთოდ არ გელავენ ამ გადაკვეთის მიღების. უკრაინა გაწირეს რეალურად. ხო, რეალურად გაწირეს და გიზგვანან, იმიტომ რომ ტრამპი მოთხოვნას უყენებს მაგარ. პრინციპულად. რომ დაასრულეთ ომი. ტრამპმა და ტრამპმა და პუტინმა მოილაპარაკეს ანკორიჯში, რომ რა თქმა უნდა. ძალიან მტკივნეული იყო პუტინისთვის, რომ ის ორი ოლქი უკვე დასრულება ვერ აიღებს ზაპოროჟიეს და სადაც გაჩერდება იქ გაჩერდება. ხერსონს და ზაპოროჟიეს, მაგრამ უნდა აიღოს დონბას, მისთვის მნიშვნელოვანია დონბასი. და 20%-ია დარჩენილი. და პუტინისთვის რა აიღებს ომით, მაინც წინ მიდის. სხვათა შორის ეს ლავროვს უსვინე და როგორ ამეთქვა იცით, რომ ჩვენ თარიღებს არ ვასახლებთ, ჩვენ მიზანი გვაქვს. კი ბატონო, აი ამას რო ვამბობთ, ხო დაგვასანქცირებს. უკვე დასანქცირებული ვართ. უბრალოდ ისედაც დასანქცირებული ვართ და რა გადაგვემატებო. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა პოსტივის ყველა თანამშრომელს და იცოდეთ, რომ არაფერი პრობლემა პოსტივის არ ექნება. ეგიციან და დიდი მადლობა შენ. მადლობა თქვენ და თქვენ მაყურებელს. ვიქტორ ჯაფარიძე იყო ჩვენთან და გოგა ხაინდრავა მოვა სულ მცირე ხანში ჩვენთან. მოვა. აბუცი.
გოგა ხაინდრავას არ უნდა წარდგენა და არც შესავალი სიტყვა და გთხოვთ გისმენთ გოგა უბრალოდ გეტყვი რომ წერილი წავიკითხო და მაგარია ბრიტანეთის ელჩი მიწერა. Good evening, my friend. Yes, yes of course. How are you? So. Good. What about British Empire? არ შეიძლება მაგას თქვა. საერთაშორისო სიტყვები მინდა თქვა და. არა, ბიჭო, ნუ აი რავი რა გითხრა რა. აი Bloody hell რა. აი ხო არის აი ფსკერი, ხო? ფსკერის ქვემოთ არის რა. ისე ის დაემართათ, რაც დაიმსახურეს რა. მე გეუბნები, მამა ჩემი ჩინეთში დაიბადა და გაიზარდა. 33 წლის იყო, აქ დაბრუნდა ომის მერე უკვე რა. პრაქტიკულად ხარბინში ცხოვრობდა, მერე შანხაიში. შანხაი იყო ვავილონი. თუ რამე ეროვნება ცხოვრობდა. კი. ყველანი იყვნენ აი ომის დროს განსაკუთრებით. მამა ჩემი ინგლისელებს ხელს არ ართმევდა. და სულ მაინტერესებდა რატო ქონდა ეგეთი დამოკიდებულება. იმიტომ რომ ისინი ადამიანებად არავის არ თვლიანო თავის გარდა. ეხლა იცი რა არის პოლიტკორექტურობის, ჩვენი ტრადიციული ძილობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების უამრავი იმთვისების, რომელიც ქართულ ხალხს გააჩნია და ქართულ სახელმწიფოს. ეს საკითხი დღის წესრიგში ჩვენი მხრიდან არ დგებოდა, რას წარმოადგენდა ეს იმპერია, ხო? თავის დროზე ხო, მე მინდა გითხრა, რომ ესე იგი დაწყებული ინდოჩინეთი, ინდოეთი ცალკე, ჩინეთი ცალკე, იქა ორი ქვეყნები, აფრიკის ქვეყნები, ოკეანია, ავსტრალია. თუ სადმე ფეხი ჩადგეს, რასიზმი, არანორმალური ადამიანების ჩაგვრა, ექსპლუატაცია, აი წარმოუდგენელი განადგურება ადგილობრივი. ეს არის სახე ბრიტანეთის იმპერიის და ყოველთვის ესე იყო. უბრალოდ ამ სოფლიო, თქვა, კონიუნქტურამ ისე შექმნა, რომ რაღაცა დიდ ბრიტანეთზე იყო საერთოდ ისეთი წარმოდგენა, ვითომ იქ დემოკრატია. ეხლა მე-13 საუკუნეში ის აქტი რომ მიიღეს რა. პარლამენტი რო დაარსეს. არა, კანონი გამოუშვეს, ხო, ხარტია ვოლნესწი. არ ვიცი ქართულად როგორ არის, არ ვიცი. პარლამენტი იყო პრაქტიკულად. ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ მე-13 საუკუნე 8 საუკუნის წინ იყო და იმი დანარჩენი 8 საუკუნე, რასაც ჩადიოდნენ, აგერავარ ჩვენ თვალწინ ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ნუ ახლა მაჰატმა გადიზე რო არ ვილაპარაკო და ინდოეთში რას ქონდა ადგილი, ეს არის ნელსონ მანდელა. 27 წელიწადი ყავდათ საპატიმროში. 27 წელიწადი იჯდა ნელსონ მანდელა საპატიმროში. მე ვიყავი ლონდონში, როდესაც ნელსონ მანდელა გამოვიდა ციხიდან. ესე მოხდა რა, შემთხვევით. და მახსოვს თქვა რა ხდებოდა ლონდონში იმ დღეს. კაცი გამოვიდა ციხიდან, 27 წელიწადი იჯდა. გახდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი და პირველი რაც გააკეთა, მიმართა თავის ერს და თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყოს ჩაროპასუხო თეთრკანიანებს იმით, როგორც ისინი ექცეოდნენ შავკანიანებს. აპარტეიდის დროს სმიტი იყო, იან სმიტი იყო ბოლო. იგი მახსოვს ბრიტანელების მართველი, ხო? ესე იგი შენ წარმოიდგინე, რომ აი პირველივე ნაბიჯით, პირველივე სიტყვით მორალურად რამს მწვერვალზე ავიდა ეს პატიმარი 27 წელიწადი წარმოიდგინე შენ ხუმრობთ და ის ყველასა გვაქვს პეპელა ნანახი ხო ფილმი აი რა დღეში ყავდათ პატიმრები ხო იქ ყველა გასტი ხოფმანის გენიალური შესრულება წარმოიდგინე რა და აი ესენი და მე ადრეც მithქვავს რა ევროკავშირთანაც დაკავშირებით ესენი ფრანგები იყვნენ მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა არა პეპელაში ფრანგული კოლონია ხო ფრანგული პოლიცია არც ისენი მაგაზე ცალკე ვილაპარაკი და ხო სამხრეთ ამერიკა და იქით რა ხდებოდა ეგეც საკმარისია მაგრამ მე რას ვიძახი იცი ისევ რაღაცეების გამო ამის შესახებ ლაპარაკი არ იყო მაგრამ ეს იმიტომ დაუდე რომ შენ მეშაირი არ მინდოდა შენ ამტეხე ძალათაო რა აი ძალათი გვათქმეინეს ის რასაც თავს ვარიდებდით ბევრი მიზეზის გამო სხვათა შორის მინდა გითხრა რომ 18-21 წლებში აქაც საზიზღრად იქცეოდა სპეციალური საპოლიციო ნაწილი იყო გამოყოფილი იმისთვის რომ ეს ინგლისელი სამხედროები რომელიც თავნებობდნენ აქ და აი ნუ არიცი რასაკეთებდნენ ხო მაგათთვის მიეხედა და გემებზე სვავდნენ და უშვებდნენ ხო ამიტომ დღეს რაც დათესეს იმას იმგია დღეს რო გადახედო ბრიტანეთი ილონ მასკმა დადო აბსოლუტურად წარმოუდგენელი ციფრები. ბრიტანეთში წელიწადში არის 70,000 გაუპატიურება.
წარმოიდგინე რომ ბავშვები 14-15-13 წლის ბავშვები მარტო სკოლაში არ დადიან, ჯგუფდებიან და ისე დადიან სკოლაში. სახელმწიფო ვერ იცავს იქიდან. ხო? და იმისთვის რომ ვთქვათ სურათი კარგად ეჩვენებინა, მასკმა მოიტანა ციფრები უნგრეთის 477 წელიწადში. და აქ 70,000. და 90,000 ტელეფონის გამოგლეჯა ხელიდან. რაზეც არანაირი რეაგირება პოლიციას არ აქვს. უკვე აღარ აქვს. გაიგე? ეს არის დაქცეული ქვეყანა. ეგ არის დაქცეული სამყარო. იქ ბევრი ეთერში იქიდან მე მესმის ხოლმე კორექტ მაგინებენ და იქ როგორ ეს არის დაქცეული სამყარო. პორნო ლიბერალური სამყარო ჩამოიქცა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ბრიტანეთი. შენ წარმოიდგინე აი ამ ფონზე, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, იმ განსაკუთრებული კრიზისის, იმ სამარცხინო მდგომარეობის, რაც პედოფილიას ეხება და ეგ არ არის მარტო მეფის ძმაზე და ამერიკის ყოფილ ერთზე და ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ პოლიტიკოზე ბრიტანეთის, ხო? ლაპარაკი აქ საერთოდ ვითარებაზე მარტო იმას, რასაც ლაპარაკობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მივხვდე, რომ საშინელი სურათია ბრიტანეთში და ნუ იქ კადრები ჩვენ ხო ეს დღეს ხო არაფერი არ იმალე. აი ამ ფონზე იმის მაგივრად რომ იზრუნონ როგორმე ამ ჭაობიდან თავი ამოყონ ეს ხელისუფლება, ნუ ხა მე იქ აღარ დავწერე, აღარ დავაკონკრეტე, მაგრამ შენ წარმოიდგინე ვითარება, როდესაც კიევიდან ამ დაქცეული, გაუბედურებული ქვეყნიდან, რომელიც თვითონ ჩააგდეს ეგეთ მდგომარეობაში, ბუნებრივი გაგზობადი რუსული აგრესია, ამაზე ეს ბორის ჯონსონის მიერ ხო, ეს მოცემულობა. გავიგე, მაგრამ ესენი რას აკეთებენ? იქიდან მოდის სამი ქვეყნის მეთაური, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის და კუპეში კოკაინს ყნოსავენ. ეხლა კოკაინის ყნოსველი ადამიანები რას წარმოადგენენ? ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ ჩემი თაობა იყო აი ამ იმან რომ გადაგვიარა კატასტროფამ, ხო, ნარკომანიის კატასტროფამ, რომელიც დღემდე მოვიდა, მადლობა ვერც რაღაცა სახეშეცვლილი და ნუ უკვე რაღაცა გარკვეული წლები არის. ერთი პერიოდი მე მახსოვს მე სპორტმა გადამარჩინა, ახლა, იმიტომ რომ გარშემო ისეთი რამე ხდებოდა, ხო? და აი ამ ფონზე აი ეს ადამიანი მართავს ქვეყანას და მოიცალეს თქვენთვის. შენ რატო არ წერიხ ხარ კონკრეტულად გვარი და სახელი რატო? დაწერენ კაცო. ეს სხვა სახეა, შენ ვერ წარმოგიდგენე რა რეკლამა გაგიკეთეს. ამაში რა ფული უნდა დაგეხარჯა? პოსტივის. აბა. რა უნდა გეკნათ, რა უნდა გეშრომათ, რა უნდა გაგეკეთებინათ, რომ ესეთი რეკლამა რომ თელმა ევროპამ გაიგო პოსტივი. ხო, რომ არსებობს ტელევიზია, რომელმაც ომი წააგებინა უკრაინას. ხო, თქვენი ბრალი ყოფილა. ჩემი ბრალი ყოფილა პირად. და აი ის სამნი და კო. სამნი და კომ წააგებინა. და ნუ იქ იმედმაც იშრომა, იმედმა ფლანგიდან მოუარა. ხო. შენ აბსურდის დონეს ატყობ? შენ წარმოიდგინე და ეს მე არც ვიცი, ნუ აი სირცხვილი რა, აი ამ იმპერიის სირცხვილი დღეს შეიპარა და გამოიპარა საგარეო. შენ წარმოგიდგენია, რომ რა დონეზე არის დიდი ბრიტანეთი, იმპერია დიდი ბრიტანეთის, რომ მათი ელჩი შეიპარა და გამოიპარა პატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აი ეს არის რეალური სურათი და მე ხო გეუბნები ხა ეს გასაგებია, ეგ დიდი ხანია ჩემს გასაგებია და პორნოლიბერალურ სამყაროს რამდენი ხანია ამას ვეძახი და რამდენი გვილაპარაკია ჩვენ ამ თემაზე, მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცი? აი ეს გარეწრები, ხო? აღარც დედა რო არ აყავთ, აღარც мама რო არ აყავთ, აღარც არაფერი რო არ გააჩნიათ, იმიტომ რომ დედას სამშობლო არის დედას რო გაყიდი ორ კაპიკად. ეს ორი დღე, რასაც ჩვენ ვისმენთ იმასთან დაკავშირებით, რაც ბრიტანეთმა ხნა და ვთქვათ ეს ჟურნალისტები, ეს არამზადები ესენი, ეს სულის გამყიდველები ესენი. რო უხარიათ. წარმოიდგინე ან რას ლაპარაკობენ? ან რა უხარიათ ეგ არის, მაგრამ რა დღეში ჩააგდეს? ხო, მე მეწოდებიან ნამდვილად. რა დღეში დღეს უსმენდი პრესკონფერენციას, აი იმისი, რა ქვია, გამოსვლის განცხადების მერე ისა რა ქვია, ირაკლი იმის კობახიძის გამოსვლას და უსმენდი აი ამ ორი ის საროსკიპო რო არის, ტელესაროსკიპო, ჩემს ყოველთვის ესე იყო ესენი, ხა ტელევიზია ნამდვილად არ არის, ხო? რა კითხვებს უსვავდნენ, წარმოიდგინე. ისიც ხო ყურში მოძლიოდათ ეს კითხვები, იგზის თარგამაძეს ის იქ. გიორგი დოდარმელაძე, დიდი ისა რა ქვია, ჟურნალისტი ხო და კითხვებს აძლევდნენ და
ისიც კი არ ესმით, რა მდგომარეობაში იგდებენ საკუთარ თავს, რას და რა უხარიათ რა. რას უყურებს თემი საქართველო, ხო რომ რას დაემსგავს. არა, რაღაცა გეგმას რო წერენ, ნუ მაშინ ეს აღარ მოხდება, ის აღარ. ყველაფერი მოხდება, ყველაფერი განვითარდება, სტიმული მოგვეცა, იქნება მატერიალური უზრუნველყოფაც იქნება, იმაზე მეტი რა თქმა უნდა. როგორ ეხა ჭირსაშინა გამაგრება რა თქმა უნდა. პირკირსა ეს ქართველების მოგონილი აერიდან კი არ არის. როგორც ხარდაჭერა გაიზრდება. როგორც არასდროს ეს ქართული საზოგადოება მობილიზებული რა იმისთვის, თქმა რომ უნდა. საკუთარი სუვერენიტეტი, საკუთარი დემოკრატია, კი ბატონო. საკუთარი და ღირსება. ჩვენ გავხდით ცველები სუვერენიტეტი. ის წარმატებები, წინახანზე ვარ. მიაღწია ამ უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ, თქვათ ეკონომიკური თვალსაზრისით და ყველა პარამეტრით, რომელიც იმათი აი იმ ჩვენი პორნოლიბერალი მეგობრების მიერ გამოქვეყნებულია, ხო? და არა ჩვენი სიყვარულით, არამედ რომ ობიექტურად ესეა, ხო? შენ წარმოიდგინე და რამდენად გადამულიან ერთმანეთზე, მე ადრეც გითხარი, შენ საბჭოთა კავშირი ამასთან შედარებით წელში გამართული ქვეყანა იყო, რასაც ჩვენ ევროკავშირში უყურებთ. და როდესაც 540 დეპუტატი ევროკავშირის ხელს უწევს რევოლუციას, სადაც მოთხოვნაა რომ სააკაშვილი გადაიყვანოს სამართლებაში 8 თვეა კი ბატონო სიგიჟეს და როდესაც იმიდან დანიიდან დაწყებული თუ საიდანღაც ესპანეთით დამთავრებული სხვადასხვა კაბინეტებში მჯდომი ეს ბიუროკრატები ევროკავშირის გამოდიან და ერთ და იგივე ტექსტს კითხულობენ განცხადებას აკეთებენ ეს რა შენიშნავს რომ ერთი ოთახიდან ღებულობენ ხო, ესე იგი ეს ოთახი სად არის, ყველამ კარგად ვიცით, აწე, ეს დამალული არავისთვის არ არის. ინგლისი არის. წარმოიდგინე, რა მდგომარეობის დეგრადაციაა იქა. რა მდგომარეობის დეგრადაციაა. რომ ზუსტად იგივე რაც თქვა ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, გამოვიდნენ Brexit-ით და ეს მონები ზუსტად იგივე გაემეორა ფონ დერ ფაიზერმა რა. ფაიზერის ვაქცინის მაგაზე საქმე დევს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დადგენილია რაოდენობა მისი ქთამის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა მადლობა უთხრა ქართულ საზოგადოებას აი იმისთვის, რომ ამაყად ვგრძნობ თავს, რომ ამ ქვეყანაში ეხლა მივხვდი რატო დავიბადე საქართველოში. მადლობას უხდი ღმერთს ყოველ დილით, რომ დავიბადე ამ ქვეყანაში. მე მოვესწარი იმას, რასაც თაობები ქართველები ვერ მოეცრენ სამწუხაროდ რა. აი ეს უკანასკნელი საუკუნეების ერეკლე ეს დიდი მეფე, ხო ეს რა ვიცი, აი გმირი და მაგალითი ისე წავიდა, რომ იმას ვერ მოეცრო, რასაც მე მოვესწარი, სად ერეკლე და სად მე, ხო? ის რას ნიშნავდა საქართველოსთვის ჩვენ ახლა მაგრამ მე მოვესწარი ღირსებას, მე მოვესწარი სუვერენიტეტს, მე მოვესწარი დემოკრატიას და რაც თავარია, მე მოვესწარი იმას, რომ ბრიტანეთის იმპერიამ დაასანქცია პოზიტივი. ბრიტანეთის იმპერიამ წარმოიდგინეს არ მე პერსონალური სანქცია მინდა რა. არა მე შენ რატო არ ახარ აი სხვა ჩვენ შეკითხვები ჩდება. შენ რატო არ ახარ დასანქცია? 4 ქვეყნის მიერ. როგორ გეკადრე? ბრიტანეთმა დაგასანქცია. ჯერ არა, მაგრამ აი ხვალზე გველოდები რა, ამ წერილის მერე ეხლა შე როგორ ფიქრობ? არ ვიცი, მაგრამ როგორც გინდა, ხო, არა, ეგ აღარ მოგიწევს რა, დასანქცირებულ ტელევიზიაში. ეს ელს მეორე წერილი მივწერე. ხო, არ ვიცი, იჩარიჩეს მაგრამ როგორ. არა, ეგ უეჭველია. იმის მერე რაც იქ დაიწერა. ნახოთ. რაც მე ეხლა მე რა მინდა გითხრა, შენ წარმოიდგინე რა მდგომარეობამდე მიიყვანეს მაგათმა ხალხი აფრიკაში ერთ უგანდა არის ესე ქვეყანა როგორ არა მაგალითად და მან მოხდა გადატრიალება ბრიტანული ის დამთავრდა და იდი ამინი მოვიდა სათავეში ადამიანს რო ჭამდა ხო ხო მე შეჭამა ხო მაგრამ და რაკნა ისი წარმოიდგინე რა დღემდე ყავდა მიყვანელი ხალხი რომ ურემში ჩააბა ის ადმინისტრაციის წევრები და ცენტრალურ ქუჩაზე გაატარა ვიცი იდი ამინი კაც და არა მარტო ეგ ხო და მე ამას ვამბობ რომ რატო მათქვე რა გინდოდათ ეს ყველაფერი ხო არ ვიცი რატო აგვიწიეს მარკა მოდი რა მარტივად ეს ერთი და მეორეს ერთი რა გინდოდათ ხო რა აი ხო ქონდა ნორმალური ურთიერთობები თითქოს არაფერი დიდი ურთიერთობები და ეხა ბრიტანეთთან არანაირი ხო არც სხვას არავის რა მე მინდა გითხრა რომ ესეთი ასე ვთქვათ თავმომწონე და საკუთარ თავში ჩაკეტილი საზოგადოება და ქვეყანა აროგანტული კი ბატონო მე თვითონ ამყოფი საკუთარი ინტერესების გარშემო მოტრიალე და იმით და ყველგან სადაც ჩავიდნენ ყველა მხრიდან გამოაგდეს კი ეხლა უკვე მასობრივია ამერიკის შეერთებული შტატებინაც დაიწყო მანდიდან მე უკვე ინდოეთიდან გამოაგდეს ავსტრალიიდან ინდოეთიდან ეხლა შეიძლება შოტლანდია რას იზავს შემდეგ რეფორმაზე არ ვიცი ჩემი აზრით უნდა გავიდეს skibze რეფერენდუმი იყო და skibze გადარჩა. საქმე მაგაში არ არის. საქმე იმაშია, რომ დღეს ის
რასაც ესენი უკეთებდნენ აი ამ კოლონიზებულ ქვეყნებს, დღეს ემართება თვითონ ბრიტანეთს. კი ბატონო. ოღონდ იმ ზუსტად, კოლონიელების წარმომადგენლებისგან. ჩვენ ვხედავთ შედეგებს, კი ბატონო. რა ხდება. რა ვიცი, მე მგონი რომ ეს მართლა დაფასება, ყოველგვარი ზედმეტი ირონიისა და რა თქმა უნდა. სერიოზული დაფასება ჩვენი. ველოდებით პერსონალურ სანქციებს, მათ შორის შეც უნდა დაგასანქციონოთ, რომ არა, მე უეჭველი, მე არა, ეგრე არ გამოდის. მაგრამ ყველა საინტერესო იცი რა არის სასაცილო და იმის დამადასტურებელი, რაზეც დღეს იყო ლაპარაკი. რომ ეს ყველაფერი თბილისიდან მოდის. იმიტომ რომ 4 ქვეყანა რა თქმა უნდა. 4 ქვეყანამ რომელმაც დამასანქცირა, დაასანქცირა გოგა ხაინდრავა. რომელმა? ესტონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და უკრაინამ. და ამერიკის შეერთებულ შტატებმა. მე მინდა ბრიტანეთმა. წარმოიდგინე რომ გოგა ხაინდ, ესე იგი რას ნიშნავს? იმათმა რა იციან რომ დეეჩემი გოგას მეძახდა და თქვენ გოგას მეძახით. მე ხო პასპორტი გიორგი ხაინდრავა ვარ. და ამან რა გამოიწვია? იცი რომ ვიყავი ხა ევროპაში ჩასული გიორგი ხაინდრავა პასპორტი გაატარეს, არც უკითხიათ, არც შეუხედიათ. იმიტომ რომ გიორგი ხაინდრავა ის უნყრი გვარს და სახე. ესე იგი გოგა ხაინდრავა აი ეს კაპიტანი გიგაური და ის რო არის ლომჯარია და ეს კამანდარო ეს ის რო არის სამადაშვილი დიდი მოღვაწე ევროპელი ფეხით ევროპაშია იმიტომ არის რომ არა ერთი ფეხი აქ აი შუაშია პრობლემა რა სადღაც სად არია ბელორუსიასთან არის შუა ნაწილი რა ხო და ბელორუსი შევიცოდოთ დიდი მადლობა ჩემო გოგა ძალიან კარგია და მადლობა ყოველ ხარდაჭერისთვის და უსანქციოდ არ დამენახო რა შემდეგ გადაცემამდე ნახოთ პარასკევს შევხვდებით ნახვამს მეგობრებო